Assalamu alaikum. ალეიქუმ სალამ. Bismillahirrahmanirrahim. ესე იგი, თეობის მონანიებისთან დაკავშირებით მინდა შეგეკითხო. მაგალითად, არის ასეთი სიტუაცია, არის ადამიანი მორწმუნე, მლოცველი, მუსლიმია და რაღაცა კონკრეტულ საკითხზე, კონკრეტულ რაღაცა ჰარამზე გააკეთა მონანიება, რა? გულწრფელად გააკეთა მონანიება და გადის დრო და შეიტანმა დაამტრია კიდევ ეს ადამიანი და კიდე გააკეთა მონანიება. ისე იგივე საკითხს. მაგალითად თუ არსებობს მაგალითად ისლამში რაღაცა ლიმიტი ამ თეობასთან დაკავშირებით, რომ ამდენი გააკეთა და ამის შემდეგ აღარ შეიძლება ამ თეობის გაკეთება. მონანიებასთან დაკავშირებით ისლამში ლიმიტი არ არსებობს. თუ კი ეს სინანული იქნება გულწრფელი და მომდევნო შეცდომა მოუვიდა შემთხვევით. თუ დღეს ინანიებს და ხვალინდისთვის გეგმაში აქვს კიდევ ეს დღევანდელი სინანული არ არის გულწრფელი და არც ეს იქნება ყაბული და არც მომდევნო. მაგრამ როცა ადამიანი არის სინანულში გულწრფელი და გულწრფელია იმაშიც რომ მეორედ მომავალში აღარ იზამს, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა მას აპატიებს. თუმცა მომავლის შესახებ მომავალში რა მოხდება ალლაჰის გარდა არავინ იცის. და დაუშვათ კიდევ მოხდა. კიდევ გულწრფელი სინანულით ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა მას აპატიებს. სადამდე უსასრულობამდე. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ერთ-ერთ ყუდსი ჰადისში ბრძანებს რომ თქვენ დედამიწის ოდენა ცოდვით რომ მოხვიდეთ ჩემს წინაშე მე იმაზე უფრო დიდი პატიებით დაგხვდებოდ. ლიმიტი მხოლოდ როგორც შუამალ ალეისალამის ჰადისებში არის ნახსენები, როდესაც სული უკვე საყლაპავს მოადგება. როდესაც სიკვდილს ჩახედავს თვალებში. ხდება რომ უკვე გარდაუვალი სიკვდილის წინაშე დგას. და ამ მომენტში ადამიანს გარკვეული სინანული გაუვლის გულში თავის ცოდვების შესახებ. შეიძლება ენითაც წარმოთქვას. შეიძლება გულში გაუვაროს. ეს უკვე აღარ არის ყაბული, აი ლიმიტი იქამდე. ან კიდე შუამალ ალეისალამის ერთ-ერთი ჰადისია, სადაც იგი ბრძანებს, რომ სინანული მანამდე მიიღება ალლაჰის წინაშე, ვიდრე მზე იქედან არ ამოვა, საიდანაც ჩავიდა. ანუ ვიდრე მზე დასავლეთიდან არ ამოვა. მზის დასავლეთიდან ამოსვლა ყიამეთის, ანუ ქვეყნიერების დაქცევის ერთ-ერთი ნიშანია. ანუ მზე, როდესაც დასავლეთიდან ამოდის, უკვე პროცესი დაქცევის პროცესია დაწყებული, თორემ ნიშნები დღესაც გვაქვს. ბოლო ჟამის ნიშნები დღესაც ბევრი გვაქვს. მაგრამ მზის დასავლეთიდან ამოსვლა უკვე ამ პროცესის უშუალოდ დაწყება. ამ დროს უკვე უშუალოდ დაწყებულია პროცესი. ამ დროს უკვე სინანული ყაბული აღარ არის, როცა ხედავს რომ უკვე ქვეყნიერების დაქცევის პროცესი დაწყებულია ადამიანი. და იცის რომ გასაქცევი არცად აღარ არის. ამ დროს სინანულს უკვე აზრი არ აქვს შუამალ ალეისალამის. აი ლიმიტი ეს არის. სხვა ყიამეთამდე პატიების კარი ღია არის მონანულთათვის. Allahu akbar.